მოდი ვნახოთ რა არის შენი მიზანი, რას კარნახობს სამყარო. ჩაიფიქრეთ, რას კარნახობს სამყარო. და რა არის შენი მიზანი. უფრო თამამად უნდა გამოხატო სურვილები, გრძნობები. შეიგრძნო სამყარო ამ ეტაპზე. არ ხარ ყოფილი საკუთარი ბედით, ცხოვრებით. უნდა შეიცნო სამყარო და სამყაროში მონახო თქვენი ადგილი, თითქოს თქვენს ადგილს ვერ პოულობთ, შესაძლოა რთულად შესასრულებულ მისიად მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენს ადგილს ამ სამყაროში აუცილებლად იპოვით და ღირს ამისათვის ბრძოლა ვიტყოდე, იცით? გრძნობების გამოხატვა გიჭერთ. ძალიან ცივი გახდით. სიცივე მოდის ადამიანისგან. თითქოს გრძნობთ, რომ ვერ თავისუფლდებით. რაღაცა ნეგატივი დაგროვდა ბევრი თქვენს ცხოვრებაში. თითქოს რაღაცა გიშლით ხელს გრძნობებში, ემოციებში, პირად ცხოვრებაში, ფინანსებშიც, ბევრთან ფინანსებშიც იქნება იხურებით ყველასგან. აბსოლუტურად რაღაცნაირად ებრძვით ამ სამყაროს. გარშემო თითქოს რაღაცა კედელი გაქვთ აღმართული. ახალი გზა გაქვთ მალე, სხვათა შორის. არავის არ უშვებთ თქვენ სამყაროში თითქოს ახლობელ ადამიანებსაც იშვიათად უშვებთ, თქვენთან ახლოს, რომ დაელაპარაკოთ თქვენს ტკივილზე, თქვენს ენერგიებზე. საკმაოდ მომთხოვნი ხართ გარშემო მყოფების მიმართ. განძი, რომელსაც ეძებთ ამ ცხოვრებაში, ეს იმ კედლის დანგრევა, რომელიც თავად აღმართეთ, შესაძლოა, ან ვიღაცა ამ კედლის აშენებაში დაგეხმარათ. ახალი გზა გაქვთ, მაგრამ ამ გზას ჯერ ვერ ხედავთ. მაგრამ ეს გზა აუცილებლად იქნება. ძალიან მალე. ან უკვე ამ გზაზე ხართ, უბრალოდ ჯერ ვერ ხედავთ. შეძლებთ თუ არა ამ გზის გავლას, შეძლებთ. იცით? ფინანსური არხიც იხსნება ბევრთან. შესაძლოა აქ ვარიანტია ისეთი, რომ შიშები ემოციური შიშები გაქვთ ბევრს. თითქოს გულის სიღრმეში მარტოსულ ადამიანად გრძნობთ თავს. სითბოს ეძებთ, მაგრამ ამ სითბოში გაქვთ კოშკი. მუდამ ეძებთ ამ სულიერ სითბოს. ბევრთან იქნება ისე თითქოს ადამიანი ეძებს სიყვარულს და ვერ პოულობს, ან გაგებას ოჯახში და ვერ პოულობს. ბევრი რამე გაშინებთ. ეძებთ სიყვარულს, ვერ პოულობთ ბევრნი. უბრალოდ ვერ ხვდებით, რომ ახლო პერიოდში გაქვთ ეს ახალი გზა.
რომელიც გამოგიყვანს აი ამ პრობლემებიდან. ბევრთან იქნება ისე, რომ ყავთ ადამიანი, მაგრამ გვერდში, მაგრამ ამ კავშირს თქვენთვის სითბო და ჰარმონია არ მოაქვს და ეძებთ ახალ ურთიერთობას, სიყვარულს ეძებთ, რომ მარტო ხელასავით არ იყოთ, მაგრამ იქნება ისეთი ადამიანი ნუ გეშინიათ, ვისაც თქვენ სიყვარულს გაუნაწილებთ. აუცილებლად მალე გამოჩნდება, ან ეს არის თქვენი ახლობელი ადამიანი, რომელიც როგორც ფარველი, ისე იქნება თქვენთვის. ცხოვრებაში ბევრი რამე შეცვლა გსურთ. ისე საკუთარ თავში საკმაოდ დარწმუნებული ადამიანი ხართ. ისე თავგადასავლებიც გაკლიათ, ვიტყოდი. შეიძლება ცხოვრების ამ ეტაპზე დისკომფორტს გრძნობთ, განიცდით, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება, მეგობრებო. დაბალანსირდებით. თქვენი მისია არის ის, რომ დაისახოთ ახალი იდეები, გეგმები. იცით, და აუცილებლად ისრუნეთ ამ გეგმების განხორციელებაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ და მოდუნდეთ. არა, პირიქით, უნდა აქტიურად იმოქმედოთ. რაღაცის გეშინიათ და თითქოს რაღაცა წარსულში გაგდებს, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ის ცუდი, რაც მოხდა, თქვენს ცხოვრებაში უკვე მოხდა და მასზე მუდმივი ფიქრი არ არის საჭირო. მუდმივად ფიქრობთ ნეგატივზე. ნეგატიურ ასპექტებში ხართ ბევრნი. არა და ფანტასტიკური მომავალი გელოდებათ, მეგობრებო. რასაც ახლა მიჩვენებს. ფარველები გეყოლებათ. შესაძლოა საერთოდ პირად ურთიერთობებში იყოს ბალანსირება, არჩევანი, ახალი ენერგიები, ახალი გრძნობები და სიყვარულიც. სამყაროს უყვარხართ, იცით? სამყარო ხედავს, როგორი ფანტასტიურები ხართ, როგორი დადებითები ხართ და ის ცუდი, რაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში, უკვე დაბლოკილია და აღარ იქნება თქვენ ამ ცუდს ებრძვით. ამიტომ ნუ ბრაზდებით ბედზე, ბედის წერაზე, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ, რასაც ისურვებთ, რაზეც ოცნებობთ, ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად მოვა. წარმატებები.